გადმოცემის თანახმად ამ ფოტოზე გამოსახული გიორგი ფიცხელანი სვანეთში ეგრეთ წოდებული მსაჯულ მედიატორის როლს ასრულებდა და მას მორვალს უწოდებდნენ. როგორც ცნობილია, წლების წინ მთაში ყოველგვარი სამოქალაქო თუ სისხლის სამართლის საქმე ადგილობრივ სასამართლოში განიხილებოდა. სვანი მედიატორები კი, რომლებიც ამ კადრებზე არიან გამოსახულნი, ძველად მრავალ განაწყენებულ მეზობელს არიგებდნენ და ცდილობდნენ ერთმანეთში მშვიდობიანი ურთიერთობა დაემყარებინათ. პიროვნება იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ესე იგი გარდა იმისა, რომ ესე იგი მამა პაპიდან იყვნენ მესტიაში, ესე იგი ეკლესიების ასე რომ ვთქვათ, მოდარაჯენი რა ყურადღებას აქცევდა ეს საგვარეულო და ეს კაცი ასევე იყო მედიატორი. როგორც ვიცით, სვანეთში სისხლის აღებისა და თითა წესიდან გამომდინარე ეს კაცი აგვარებდა ამ გადამტერებულ ოჯახებს შორის მდგომარეობას და როგორც მოგვაწოდეს ფონები ძალიან ბევრი ოჯახი ყავს შერიგებული. მთაში არსებული უძველესი წესჩვეულებები, ტრადიციები, სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალურ სამოსში გამოწყობილი ტიპაჟები და მრავალი სხვა. ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი პროექტის შეხვედრა წარსულთან ფარგლებში საზოგადოებისთვის ამჯერად სვანეთში მოპოვებულ უნიკალურ ფოტომასალას აქვეყნებს. ჩვენ ვიყავით სამუშაო ვიზიტით მესტიაში, სადაც მესტიის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკამ და მესტიის კულტურის სამსახურმა მოგვაწოდა ძალიან საინტერესო უნიკალური ფოტომასალა. ეს ფოტომასალა უნიკალურია, რადგან ჯერჯერობით ასე ვთქვათ, მათ დღის სინათლე არ უნახავთ. პირველად ჩვენ მოვახდინეთ მათი საზოგადოებისთვის მიწოდება. ეს არის ძალიან საინტერესო ფოტოები, რომლებშიც ასახულია მესტიის ღვაწლმოსილი ადამიანები. რამდენიმე მკვლევარის ფოტოა, სვანი მედიატორების ფოტოებია, სვანური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების. გაციფრებული ფოტოები, რომლებიც საიტზე უკვე აიტვირთა მესტიის ბიბლიოთეკისა და რაიონის კულტურის სახლის არქივს აერთიანებს. ვებგვერდზე განთავსებულ თითოეულ ისტორიას და მცირე ანოტაციაც ახლავს. მედიატორი იყო ასევე აგერ ახალგაზრდა გოგონა არის აქვს, ჟორჟოლიანი ეკატერინე. იურისტი იყო განათლებით და ამავე დროს ამ მედიატორის როლს ასრულებდა მესტიის რაიონში. ასევე მოგვაწოდა მესტიის კულტურის სახლმა თავისი ფოტოარქივიდან, ეს არის უფრო გასული საუკუნის დასაწყისის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ფოტოსურათები არის, რომელიც იგი სვანეთში ფუნქციონირებდა. როგორც ივერიელის ხელმძღვანელობა ამბობს, ბიბლიოთეკა ასევე ახორციელებს პროექტს სახელწოდებით ელექტრონული განვითარების სინდიკატი, რომელიც ხელს უწყობს რეგიონების ბიბლიოთეკებთან ურთიერთობას და მთლიანობაში ერთიან ელექტრონულ ბაზას ქმნის. ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ მესტიასთან, სვანეთთან, ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკა არის ჩართული ამ პროექტში და აქტიურად გვიგზავნის თავის ფოტოებს. ბათუმმაც გამოთქვა სურვილი, რომ ჩაერთვება და რა ვიცი, ჩვენ კიდე გასვლით ღონისძიებებს გეგმავთ და იმედი გვაქვს, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით შევაგროვებთ ფოტოკოლექციებს. პროექტის შეხვედრა წარსულთან ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით რამდენიმე თვის წინ დაიწყო და ამ პერიოდის განმავლობაში არქივში მრავალი დღემდე უცნობი უნიკალური ფოტომასალა შემოვიდა.